მოგესალმებით, 20-30-ია, მე მაკა ცინცაძე ვარ. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა პარლამენტისგან ხელახალ დამტკიცებას ელოდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის გადადგომის შემდეგ პრემიერი საკანონმდებლო ორგანოს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას წარუდგენს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ რადიკალური ცვლილებები არ იქნება და განახლებულ მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იგულისხმება. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პრემიერს ვაკანტურ თანამდებობაზე მინისტრების დანიშვნის ექსკლუზიური უფლება აქვს. სამთავრობო კრიზისი თუ ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი, რა პროცედურების გავლა მოუწევს მთავრობას პარლამენტის ხელახალი ნდობის მოსაპოვებლად. მართველი კოალიციის პოზიცია დღეს 20-30-ში. გადაცემის სტუმრები იქნებიან ქუთაისიდან ჩაგვერთვება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე. სტუდიაში კი ჩვენ შეკითხვებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში კი ნათია თოიძე ხულოდან ჩაგვერთვება და იმ მიზეზებს გაგვაცნობს, რის გამოც აჭარის მაღალმთიანეთში სტაციონარული მკურნალობა, გეგმიური ქირურგიული ოპერაციები და მშობიარობა ფასიანი გახდა. რა პასუხი აქვს სამედიცინო კორპორაცია ევექს, რომელიც საყოველთაო დაზღვევის რამდენიმე კომპონენტიდან გავიდა. ამ თემაზე სტუდიაში სტუმრად გვეყოლება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. თუმცა მანამდე, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში და მთავარ თემას დაუბრუნდებით, ერთად გადავავლოთ თვალი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას. პარლამენტს მე წარუდგენ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები, მხოლოდ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელებმა დატოვეს თანამდებობა. ეს არის სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი და გარემოს და ბუნებრივი დაცვის მინისტრი. პრემიერის ამ განცხადების შემდეგ აქტუალურობა დაკარგა კითხვამ, ვინ იქნება ახალი პრემიერი. საპარლამენტო უმრავლესობაში ღიად აცხადებენ, რომ მთავრობას ნდობას აუცილებლად გამოუცხადებენ. პრემიერმა პარლამენტს უკვე მიმართა თხოვნით, რომ დაჩქარდეს მთავრობის დამტკიცების საპარლამენტო პროცედურები. მე მინდა მივმართო თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს, რომ ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ჩემს მიერ მოყვანილი ვიზიტების და რიგი სამიტის EBRD-ის ღონისძიების გათვალისწინებით, ასეც მე უკვე ვისაუბრე. მე მინდა მივმართო მათ თხოვნით, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება და ამ კვირაშივე თუ შესაძლებელი გახდება დასრულდეს შესაბამისი პროცედურები, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად 2013 წლის 2 ნოემბერს დასახელდა. 18 ნოემბერს კი პარლამენტში დასამტკიცებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა შევიდა. წელიწადნახევრის განმავლობაში ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. შეიცვალა თავდაცვის, საგარეო საქმეთა, სასჯელ აღსრულების, შინაგან საქმეთა და დევნილთა მინისტრები. შეიცვალა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც. რამდენიმე დღის წინ საკადრო ცვლილება კიდევ ერთხელ შეეხო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. გუშინ თანამდებობიდან გარემოს დაცვის მინისტრი გადადგა. დღეს კი მინისტრობაზე უარი ლევან ყიფიანმა განაცხადა. ოპოზიციის შეფასებით სახეზე გვაქვს სამთავრობო კრიზისი და ნდობა დაკარგული აღმასრულებელი ხელისუფლება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი მთავრობა ლეგიტიმურად რჩება იმ დრომდე, ვიდრე პარლამენტის სხვა მთავრობას დაამტკიცებს. ჩვენი კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრს ამისთვის აქვს ორკვირიანი ვადა, იმისთვის რომ შეარჩიოს ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები. შემდგომ მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად, აი უკვე იმ განახლებულ შემადგენლობას და განახლება ითვლება მას შემდეგ, რაც ახალი მინისტრები დაინიშნებიან თანამდებობებზე, უკვე პრეზიდენტი წარმოუდგენს პარლამენტს და პარლამენტს მერე ჩვენ გვაქვს 7 დღიანი ვადა ამ საკითხზე ჩამოსაყალიბებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერი პრეზიდენტს გადაუგზავნის. პრეზიდენტი კი მთავრობას დასამტკიცებლად პარლამენტში წარადგენს. დღეს მთავარი თემით ბრუნდებით სტუდიაში, სადაც ჩვენთან ერთად იმყოფება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, თუმცა ვიდრე სტუდიის სტუმარს მიმართავდე შეკითხვით, მანამდე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ქალბატონო თინა, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ქალბატონო თინა, თავდაპირველად მოგესალმები ზაალს თქვენთან სტუდიაში. ქალბატონო თინა, იქნებ დაგვიზუსტოთ თავდაპირველად არის თუ არა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების ვინაობა ცნობილი? არის თუ არას რა? მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების ვინაობა თქვენთვის ცნობილი? ჯერ პირველ რიგში დაგიზუსტებ სხვა რამეს, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე არა ვარ, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვარ.
და ძალიან ფანტასტიკური კომიტეტის თავმჯდომარე ყავს საგარეო ურთიერთობებში ბატონი თედო ჯაფარიძე. რაც შეეხება მინისტრების კანდიდატებს, ამ თემებზე მიმდინარეობს მსჯელობა, რა თქმა უნდა, საუბარი არის კონკრეტულ გვარებზე და სახელებზე, კონკრეტული კანდიდატები იხილება, მაგრამ მე ახლა ბუნებრივია ამ თემაზე საუბარი პირდაპირ ეთერში გამიჭირდება, იმიტომ რომ არც სწორი იქნება ეს ჩემი მხრიდან და უსამართლო ასევე იმ კანდიდატებთან მიმართებაში, ვინც შეიძლება არ გახდეს და სხვა გახდეს მინისტრი. კი ბატონო, ქალბატონო თინა ორი მინისტრით განახლებული მთავრობა თქვენთვის მისაღებია? იცით რა მე არ ვიცი ზუსტად ეს ესე იქნება თუ არ იქნება, ამიტომ მოვლენებს წინ გავუსწრებთ, გასაგებია რომ პრემიერმა დღეს ეს განცხადება გააკეთა, თუმცა ამ როგორც გითხარით, კანდიდატებზე მსჯელობა დაწყებულია უმრავლესობის შიგნით და შესაძლებელია გადაწყვეტილებები სხვადასხვაგვარი იყოს მიღებული, ამიტომ მე ჩემთვის რთულია ეხლა ესე კონკრეტულად და დაზუსტებით ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ. ორი მინისტრით განახლებული მთავრობა საკმარისია თუ არა, მე ვიტყოდი რომ ეს არ არის მხოლოდ ორი მინისტრით განახლებული მთავრობა, ეხლა ჩვენ ხუმრობდით რომ ბატონი შავლიაშვილი ისე გახდა მინისტრი და ისე წავიდა თანამდებობიდან რომ პარლამენტში საერთოდ არ მოსულა, ამიტომ განახლებული ეს მთავრობა ბევრი მინისტრით არის პარლამენტში მოსვლის თვალსაზრისით და მოსვლის გათვალისწინებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ 7-ით შემოიზღუდება, შემოიფარგლება ეს თუ არა, ამას ის კონსულტაციები გვაჩვენებს, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს. ანუ შესაძლოა ჩვენ მერვე მინისტრის გათავისუფლების მომსწრენიც გავხდეთ უახლოეს მომავალში, ამას გულისხმობთ? და არ ვიცი, შესაძლოა გავხდეთ და შესაძლოა არ გავხდეთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას ახლა ვერ. ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ქალბატონო თინა. კონსულტაციები მიმდინარეობს ყველაფერზე, რაც დღეს ხდება მთავრობასთან მიმართებაში, მიმდინარეობს მთავრობის ახალ მინისტრებზეც მიმდინარეობს, ვადებზე მიმდინარეობს, პროცედურებზე, რომელთაც ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს, ყველა თემაზე ბუნებრივია, როდესაც მთავრობა მოდის ხელახალინდობისთვის პარლამენტში, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბევრი კარი იხსნება და ბევრი თემა იხსნება. ამიტომ დიახ, საუბარი მიმდინარეობს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, ეს შემიძლია დავიდასტუროთ. კი ბატონო, ქალბატონო თინა, ხომ არ იქნება ნდობის გამოცხადების ეს პროცედურა მხოლოდ ფორმალობა, ამას გეკითხებით იქიდან გამომდინარე, რადგან თქვა საუბარია დაჩქარებულად განხილვაზე, რაზეც დღეს პრემიერმა უკვე ისაუბრა. ახო, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება. ყოველ შემთხვევაში უმრავლესობაში განწყობა დღეს ესეთი არ არის, რომ ეს იყოს ფორმალობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მანამდე კითხვაზე რაც გიპასუხეთ, მე ვფიქრობ, სწორედ ამის დასტური იყო, რომ ეს არ იქნება ფორმალობა. იმის შემდეგ, რაც შეთანხმება მოხდება, თვითონ პროცედურა კენჭისყრის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ფორმალობაა ის, მაგრამ პროცესი ნამდვილად არ არის, უკვე არ არის ფორმალობა, ამიტომ შეგვიძლია ამაზე უკვე როგორც მოცემულობაზე ისე ვისაუბროთ. თქვენ ფაქტობრივად განაცხადეთ, რომ შესაძლოა სხვა კანდიდატებიც გადაიხედონ, ხო სწორად გავიგეთ, ქალბატონო თინა. და კონსულტაციები მიმდინარეობს. შესაძლებელია ორი დღის წინ ჩვენ ყველანი ვამბობდით რომ ბატონი ყიფიანი არსად არ მიდიოდა მიუხედავად იმისა რომ მისი განწყობა ჩვენთვის ცნობილი იყო ხო? იმიტომ რომ არსებობს რაღაცა თამაშის წესები, გუნდურობა რომელიც გამოც ტელევიზორში ყველაფერს არ ლაპარაკობ. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა წაღამ თქვი რომ როდესაც მთავრობა მიდის ნდობაზე პარლამენტში ასეთ დროს ყველა თემა იხსნება დისკუსიისთვის. ეს არაფერს არ ნიშნავს, არ ნიშნავს რომ ერთი მე-7-დან მე-9 მინისტრი უნდა გადადგეს, ან უნდა გადააყენონ, ან მთავრობამ უნდა პარლამენტმა უნდა დააყენოს საკითხი რაღაც სხვაგვარად, ეს ამას არ ნიშნავს, მაგრამ მთავრობის პარლამენტში ნდობაზე მოსვლა ნამდვილად და 100%-ით ნიშნავს იმას, რომ ყველა კარი ღიაა და ყველა თემა ღიაა დისკუსიისთვის. კი ბატონო, ყველა კარი და ყველა თემა არის ღია პირადად. მაქსიმალურად ფორმალობის ჩარჩოებში დავრჩე იმისათვის, რომ რამე ისეთი არ თქვა, რაც შემდგომი სპეკულაციის საშუალებას მისცემს მედიას. ქალბატონო თინა, პირადად თინა ხიდაშელს რა არ მოსწონს მთავრობის საქმიანობაში, ანუ პრობლემა, ან თქვათ პრობლემები, რომლებსაც ხედავთ, საჯაროდ ვისაუბროთ თუ შეიძლება. კი, მე ამაზე ყოველთვის საჯაროდ საუბრობ, მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც თვითკმაყოფილებაში არიან ჩავარდნილი და ყველაფერზე თავს აქნევენ, ყველაფერი მოწონთ და ყველაფერით აღთოვანებულები და ბედნიერები არიან, ესე არ არის ნამდვილად. არც საქართველოა დღეს იმ ტიპის ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ასეთი ვითარება გქონდეს და ასეთი მთავრობა გყავდეს. ძალიან ბევრი რამეზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის იმაზე, რომ ხდება არის ვითარებები, როდესაც კოორდინაციის ნაკლებობაა, როდესაც ინფორმაციული უზრუნველყოფა არ ხდება ამა თუ იმ თემის, ამა თუ იმ საკითხის და ეს ქმნის შემდეგ პრობლემებს, როდესაც ნაჩქარევად ხდება განსაჯაროება თემების, რომელიც ბოლომდე გავლილი არ არის და შემდეგ თითქოს ისეთი განსაჩნდება, რომ მთავრობა მოუმზადებელი იყოს, სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი საფიქრია, საჯაროებაც კი მოსაფიქრია, როდესაც
ჩვენ გინდა რომ პროცესი გახსნა და მაქსიმალურად საჯარო იყოს, მე ამას სხვა სახელებს არ ქმნიან ხოლმე და მთავრობის მომსადებლობას ეძახიან. მე რა თქმა უნდა მაწუხებს ის რაც ხდება ლართან მიმართებაში და იმ ერთი საკომიტეტო მოსმენის გარდა, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა სწორედ ამის გამო, რომ ფართო ფორმატიანი და გრძელ ფორმატიანი იყო, ბევრ კითხვაზე პასუხის მოსმენის შესაძლებლობა იყო და ბევრი თემა დეტალურად გავიარეთ. იმის შემდეგ ბევრი რამ მოხდა და მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის დისკუსია საზოგადოებას აღარ მოусმენია, არა და ასეთი დროს მინიმუმ, რასაც იმსახურებს საზოგადოება, არის ის, რომ მასთან მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ განსაკუთრებით ის ministrები, ვისთან მიმართებაშიც ყველაზე მეტი ინფორმაციული შიმშილია, ანუ თემებზე, რომელზეც ყველაზე მეტი ინტერესი. ვინ არის ასეთი ministri, ქალბატონო თინა? ამ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრს საუბრობ. მე არ მომწონს, რომ თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ძალიან დიდი ხანია პარლამენტში იბარებს ოპოზიცია და მათ შორის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გუშინ ჩვენი კოალიციის წევრი იყო, დღემდე არ მოსულა პარლამენტში და პასუხი არ გაუწია. ბევრი რამე არ მომწონს, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ცოცხალი პროცესი და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეხლა რაღაცა რიგში ჩავდგეთ და ყველანი თავის დაკვრის რეჟიმში ვიყოთ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს მთავრობის იჯანსაღის ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა მაშინ ჩდება, როდესაც იმავე გუნდის წევრები, როგორც გუნდში, ასევე საჯაროდ სხვადასხვა თემებზე ღიად საუბრობენ და ამ დისკუსიის შესაძლებლობა იქნება. კი ბატონო, ქალბატონო თინა საინტერესოა. მე შემიძლია უფრო სამჯერ მეტი ვილაპარაკო იმაზე, რაც მომწონს, განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, სასჯელ აღსრულების სამინისტროსთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სისუსტე იყო და დღეს რადიკალურად შეცვლილი ვითარება გვაქვს და მადლობის მეტი არაფერი არ შეიძლება უთხრათ წინა მინისტრს ბატონ სოზარს და დღევანდელ მინისტრს ორივეს. შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო ყოველგვარ მოლოდინებს აჭარბებს, იმდენად რადიკალურად შეცვლილია ასევე იქაც ვითარება, არის კრიტიკული წერტილები, სადაც რომელიც იყო ყველაზე მტკივნეული და მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს ყველაზე უფრო კარგად და ნათლად ჩანს, როგორ შეიძლება ვითარება სწრაფად გასწორდეს, როდესაც კეთილი ნება არსებობს, პოლიტიკური ნება და სწორი ხელმძღვანელი ყავს ამ სამინისტროს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად არის და ახლა ბედნიერების საბურველში უნდა გავეხუროთ. კი ბატონო, ქალბატონო თინა, რიგარეში საპარლამენტო არჩევნებზე მუდმივად არის საუბარი. რამდენად სერიოზულად განიხილავთ მართლ კოალიციაში ამ საკითხს? არა, ამ თემაზე საერთოდ არანაირი განხილვა არ არის, არც სერიოზული და არც არასერიოზული, ამაზე ანეკდოტებიც კი არა გვაქვს, რომ ხუმრობით მაინც ლაპარაკობდეთ. ესეთი მომენტი ძალიან გარდაუვალად დგება, თუ მთავრობა მაგალითად ეხლა ჩავარდა, რასაც არ ველოდები, მაგრამ თეორიულად თუ ვლაპარაკობთ, ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა. თეორიულად და რაღაც აბსტრაქტულად რიგარეში არჩევნები არ ინიშნება, ასეთი უფლებამოსილება ჩვენს კონსტიტუციაში არ არის. ამას სჭირდება ძალიან კონკრეტული კონსტიტუციური მოცემულობის შექმნა, რომელსაც მე არ ველოდები ამ პარლამენტის და ამ უმრავლესობის პირობებში. ძალიან დიდი მადლობა თინა ხიდაშელი საუბრობდა საკანონმდებლო ორგანოდან პირდაპირ ეთერში. ბატონო ზაალ, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიწმეთ დრო. შეკითხვა ასეთია, რეალურად საინტერესოა თქვა, რასთან გვაქვს საქმე? სამთავრობო კრიზისთან, სახელმწიფო კრიზისთან, თუ ეს არის ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი? მე არ ვიტყოდი, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო კრიზისთან. სამთავრობო კრიზისის ნიშნები შეიძლება შეიმჩნეოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მეორის მიყოლებით შეცვალა 3 მინისტრი და ეს მიუთითებს გარკვეულწილად იმაზე, რომ მთავრობაში ყველაფერი რიგზე არ არის და არის თუ არა ეს ჩვეულებრივი მოვლენა, ერთი პოლიტიკური ანეკდოტი მინდა გავიხსენო. ცოტა რომ შევამსუბუქო ეს მძიმე საინფორმაციო ფონი, რაც თერეთის განმავლობაში არის, რომ პოლიტიკოსები ისევ რეგულარულად უნდა ცხოვრო როგორც პამპერსები არის ესეთი ანეკდოტი. მძიმე საინფორმაციო ფონია დღეს ქვეყანაში. დიახ, მძიმე საინფორმაციო ფონია, იქიდან გამომდინარე, რომ ის პროცესები, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, გარკვეული მედია საშუალებების მიერ, ასევე გარკვეული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალების მიერ წარმოჩინდება, ასე ვთქვათ, შეიძლება იმაზე უფრო მუქ ფერებში, ვიდრე ეს რეალურად არსებობს. რაც შეეხება იმას, ცვლილებებს არის თორე ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. დიახ, მე ვიტყოდი, რომ ეს ასე არის, იმიტომ რომ როდესაც უკვე ჩანს ашკარად, რომ ამა თუ მინისტრს სარგებელზე უფრო მეტად ზიანი მოაქვს, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ უფრო მეტი ზიანი არ მოიტანოს, საჭირო ის შეცვალო რაც შეიძლება დროულად. სარგებელზე მეტი ზიანი, ბატონო ზაალ, თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ შემთხვევაში. ვინ არის ან ვინ იყო ისეთი მინისტრი, რომელსაც სარგებელზე მეტი ზიანი მოქონდა?
სავარაუდოდ ის მინისტრები, რომლებიც წავიდნენ თანამდებობიდან, მათ მიმართ არსებობდა სერიოზული კითხვები, მაგალითად ავიღოთ იგივე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მისი მოადგილე, რომელიც ახლა მინისტრი გახდა, აყენებდა საკმაოდ სერიოზულ პრეტენზიებს ტენდერებთან დაკავშირებით, რომ იქ იყოს სერიოზული ფინანსური დარღვევები. რამდენადაც ცნობილია, საპარლამენტო კომიტეტს ჰქონდა ძალიან სერიოზული პრეტენზიები სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრთან. და ასევე იმედია, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან. რა თქმა უნდა, არც ბატონი ხოկრიშვილის საქმიანობა იყო მას და მას პოზიტიურ ჭრილში შეფასებული სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, განსაკუთრებით რაც ეხებოდა ჩვენი გარემოს დაცვის საქმის საკითხებს. კი ბატონო, შესაბამისი უწყებები იმედია დაინტერესდებიან და უკვე დაინტერესდნენ სავარაუდოდ და ალბათ ისინი უფრო მეტ კონკრეტიკას და სიცხადეს შეიტანენ. რა თქმა უნდა, ამინისტრებთან მიმართებაში. საზოგადოება თუმცა ის უნდა აღინიშნოს, რომ ისინი საკუთარი თანამდებობები, საკუთარი განცხადების ფონზე და განცხადების საფუძველზე დატოვეს. გადაწყვეტილება და ფიქრობ ეს გონივრული გადაწყვეტილება იყო, თუმცა რამდენად იყო ეს თქვა მათი კეთილინება, ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ ნუ მოდით ჩავთვალოთ, რომ აქ კეთილინება იყო. კარგით. ანალიტიკოსი ზაალან ჯაფარიძე რჩება სტუდიაში და ვიდრე მას დაუბრუნდები პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ქალბატონო ეკა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ძალიან მიხარია რომ აქვს შესაძლებლობა ჩავერთო თქვენს ტელეეთერში. ქალბატონო ეკა, ის რომ ცვლილება მხოლოდ ორ მინისტრს შეეხო, რამდენად გაკმაყოფილებთ? თავისთავად პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ფიქრობ ძალიან საინტერესოა და კიდევ უფრო მეტად აჯანსაღებს დღეს ფიქრობ ამ რეალობას, პოლიტიკურ ველსაც და ძალიან საჯარო და ძალიან ღია პროცესი მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ ორი მინისტრის შეცვლა, რომელსაც ჰქონდა თავისი განსხვავებული, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტები, ნიშნავს იმას, რომ მთავრობის შემადგენლობას კიდევ ერთხელ ექნება ლეგიტიმაცია პარლამენტის მხრიდან. ეს საინტერესო და კარგი პროცესია იმ თვალსაზრისით, რომ დობის გამოცხადება, რომელიც მთავრობისთვის არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მანდატი, არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ პარლამენტი როგორც საკანონმდებლო ორგანო მხარს უჭერს მთავრობის კურსს და ვფიქრობ, რომ თავისთავად ცვლილებები, რომელიც ხორციელდებოდა და ეხლა განხორციელდება მთავრობის შიგნით, კიდევ უფრო მეტ ენერგია შეიტანს ამ პროცესში, თუმცა აქვე გულწრფელად მინდა გითხრათ, როგორც ლევან ყიფიანის მიმართ, ასევე ელგუჯა ხოկრიშვილის მიმართ არ დამენანება ნამდვილად კეთილი სიტყვები, იმიტომ რომ ორივე მათგანმა გააკეთა ძალიან ბევრი იმისთვის, რომ რეფორმები, რომელიც მიმდინარეობდა ორივე სამინისტროში, მნიშვნელოვანი და მართლაც ძალიან კარგად საცნაური, ფიქრობ, რომ მათი წვლილი იყო ძალიან დიდი. ქალბატონო ეკა, ძალიან ძალიან საინტერესო კი უახლოეს. პროცესი იქნება საინტერესო და მე ამ შემთხვევაში მაინტერესებს სხვა რომელიმე მინისტრის გათავისუფლების, გადადგომის ან საკითხის განხილვა ხომ არ იგეგმება, ან ხომ არ განიხილება უკვე კოალიციაში. ჩვენ გულწრფელად გეტყვით, რომ გვაქვს ნდობა მთავრობის მიმართ, გვაქვს ნდობა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, იმიტომ რომ რეფორმა, რომელსაც ახორციელებს დღეს მთავრობა, ხორციელდება სწორედ იმ პოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში, რომელსაც პარლამენტი განსაზღვრავს და შესაბამისად, როდესაც ჩვენ ერთობლივად მუშაობთ ამ რეფორმებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ნდობის მანდატი მთავრობას რასაკურველია აქვს და თუ არის გარკვეული განსხვავებული პოზიციები, თქვათ, ესე ძალიან ღიად ჩანს, იმიტომ რომ მე უფრო ტრანსპარენტული და გამჭვირვალე მთავრობა არ მახსოვს ბოლო წლის განმავლობაში და მართლაც ალბათ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას
გაუკვირდება კიდეც, რამდენად ღია პროცესი მიმდინარეობს, როდესაც არის განსხვავებული მოსაზრებები, ესე ჩანს, როდესაც არის რაიმე პოზიცია, რომელსაც შეგვიძლია დისკუსია ვქონდეს, ესე ძალიან კარგად ჩანს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მდობა აქვს მთავრობას და ეს მდობის მანდატი ბუნებრივია ნიშნავს იმას, რომ ამ პასუხისგებლობას ჩვენს როგორც პარლამენტის უმრავლესობის წევრები ვინაწილებთ და თანაბრად ვატარებთ და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ მიუხედავად აი ძალიან ბევრი სიცრუისა, რომელსაც ჩვენ ვისმენდით და ათასგვარი ინტერპრეტაციისა ოპონენტების მხრიდან, რომ მთავრობა აღარ არსებობს, მთავრობა გადადგა, ვეღარ ასრულებს მოვალეობას და ასე შემდეგ, რეალობა არის ის, რომ კონსტიტუციური წესებით მივყვებით ჩვენ ამ პროცესს, მთავრობას დღეს აქვს ლეგიტიმაცია, აქვს უფლებამოსილება, რა თქმა უნდა, ის არც არავის არ გადაუყენებია, არც შეჩერებულა მისი საქმიანობის კანონიერი ფარგლები, უბრალოდ ეს არის კონსტიტუციური პროცედურა, როდესაც იცვლება მინისტრი ამზღვრული ოდენობით, შემდეგ კიდევ ერთხელ პარლამენტი თავის ნდობას გამოხატავს. ჩვენ მემზადებით ამ პროცესისთვის, ესეც იქნება ისეთივე ღია, საინტერესო და გამჭვირვალე, როგორც იყო გასულ წელს ნდობის გამოცხადება და კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლეგიტიმაცია მისცემს შესაძლებლობას მთავრობას სწრაფად წარიმართოს რეფორმის ის დამამთავრებელი ფინალური ეტაპი, რომელიც ძალიან საინტერესო და კარგ შედეგებს მოუტანს ჩვენ მოსახლეობას. ქალბატონო, დაჩქარებული წესით განხილვაზე უნდა გკითხოთ აუცილებლად. რა აუცილებლობა მთავრობას თქვა დაჩქარებული წესით უყაროთ კენჭი, როცა იგივე პარლამენტს 7 დღიანი ვადა გაქვთ ამისთვის? ჩვენ დროის განსაკუთრებული შეგრძნება გვაქვს და იმ ვითარებაში, როდესაც რიგი სამიტია წინ და ძალიან მოკლე დროში, სადაც ვიზა ლიბერალიზაციის უკვე შემდეგი ფაზის საკითხი უნდა იყოს განხილული, სადაც EBRD-ის ღონისძიება, როდესაც მსოფლიო 65 ქვეყნის მნიშვნელოვანი თანამდებობის, პოლიტიკური თანამდებობის პირი ჩამოდის ქვეყანაში 1500-ზე მეტი სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს ხდება მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს ფორუმის ეპიცენტრში, ასეთ ვითარებაში ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ იქამდე ეს ნდობის მანდატის კიდევ ერთხელ გადაცემა მთავრობისთვის და პარლამენტის უმრავლესობის და მთავრობის შემადგენლობის ერთიანობის დემონსტრირება მოხდეს, რაც ფიქრობ, რომ კარგი პროცესი იქნება. ამიტომ დროში გვინდა, რომ ეს შემოვსაზღვროთ და არ იყოს ეს გაწელი ფორმალობა, ამიტომ ოპტიმალურად მიუდგებით ამ საკითხზე, მზად ვართ ვიმუშაოთ, თუ საჭიროა რიგ გარეშე სესიის პირობებშიც, ან შაბათ-კვირას, როგორც ამას მოითხოვს ვითარება. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეკა ბესელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში საკანონმდებლო ორგანოდან, რამდენიმე წუთში კი უკვე ასევე საკანონმდებლო ორგანოდან ჩაგვერთვება დავით საგანელიძე, მანამდე კი ბატონო ზალ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ის რომ თქვათ ახალ მთავრობაში მხოლოდ 2 მინისტრი იცვლება, ეს რაზე მიანიშნებს? იმას ხომ არ მიანიშნებს, რომ თქვათ მთავრობას კიდევ დამატებით გადახალისება არ სჭირდება? ამის თაობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, შეიძლება ვთქვათ, ვიღაც მიიჩნევდეს, რომ კიდევ გარკვეული მინისტრები იმსახურებენ თანამდებობიდან გაშვებას, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ის არაპირებს დანარჩენი მინისტრების შეცვლას. ჩემს პირად მოსაზრებას გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმ სიტუაციიდან, რაც ჩვენ გვაქვს დღეს საფინანსო სფეროში და ასევე ეკონომიკაში, ალბათ უნდა დამდგარიყო ფინანსთა და ეკონომიკის, ანუ ფინანსურ-ეკონომიკური ბლოკის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხიც. კი ბატონო. ვუბრუნდებით ამ შემთხვევაში უკვე ქუთაის და საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პირდაპირ ეთერში. ბატონო დავით, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიწვევთ. მოგესალმებით. პირიქით დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია პირველად ვარ თქვენთან და ძალიან მიხარია. ბატონო დავით, თავდაპირველად იქნებ დაგვიზუსტოთ, არის თუ არა თქვა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების ვინაობა ცნობილი, მე შეკითხვა ქალბატონ თინასაც დავუსვი და თუ შევიდა, თუ არა შემადგენლობა უკვე დასამტკიცებლად, ასევე კიდევ ერთ შეკითხვას აქვე მოვასწრებ, დღეს თქვენ უკვე განაცხადეთ, რომ დაჩქარებული წესით განიხილავთ. გასაგებია, რომ პრემიერს სურს დაჩქარებული წესით განხილვა, თუმცა საინტერესოა თქვენ ან დეპუტატები ამ შემთხვევაში რა მიზეზით იზიარებთ მის ამ პოზიციას? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ჩვენთვის ჯერჯერობით არაა ცნობილი იმ 2 კანდიდატის ვინაობა, ვინც წარდგენილი იქნება
ორ სამინისტროში. ალბათ მიდის კონსულტაციები ახლა თბილისში დარწმუნებული ვარ, ალბათ გვექნება სატელეფონო საუბრები პრემიერთანაც და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ალბათ უახლოეს ხანებში დღეს ხვალ გაირკვევა ამ ორი კანდიდატის ვინაობა. რაც შეეხება დაჩქარებული წესით, დაჩქარებული წესს არ ვიტყვი, იმიტომ რომ დაჩქარებული წესი ცოტა სხვა ფორმა არეგულირებს რეგლამენტის. ამ შემთხვევაში ის ვადები, რომელიც განსაზღვრულია რა ვადა აქვს თვითონ პრემიერს, რომ ახალი კაბინეტი წარმოადგინოს, ვადები, რომელიც აქვს პრეზიდენტს და ის ვადები, რომელიც აქვს პარლამენტს, ითვალისწინებს მხოლოდ ზედაზღვარს. და ჩვენ ალბათ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ზღვარი მინიმალურად შევამციროთ. მე სხვათა შორის ბატონი პრემიერის გამოსვლამდე დღეს ბიუროს ხდომაზე, ვისაც ჰქონდათ საშუალება, რომ ბიუროს ხდომისთვის გედევნებინათ თვალი 12 საათზე, გავაკეთე ანალოგიური დაახლოებით განცხადება და ვთხოვე ყველა შესაბამის უწყებას, რომ მაქსიმალურად დაგვეჩქარებინა. ჩემთვის мотиваცია იყო ის, რომ მოგიხსენებათ 12-14-ში EBRD ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფორუმია წლიური ანგარიში, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი თბილისში, ეს ძალიან დიდი ღონისძიება მოგეხსენებათ და ნამდვილად არ იქნებოდა მართებული, რომ ამდენი ქვეყნის წარმომადგენლები, მინისტრები, ვიცე-პრემიერები, ბანკირები, ბიზნესმენები შეხვდნენ ამ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა საკითხი ჯერ არ არის გასაგებია. ბატონო დავით, პრემიერმა უკვე განაცხადა პრემიერმა, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტში მხოლოდ 2 ახალი მინისტრი იქნება. იმის მიუხედავად, რომ ერთი გუნდის წევრები ხართ, თქვენთვის უმრავლესობის ლიდერისთვის, მხოლოდ 2 სახელი და გვარის ცვლილება მისაღებია? მისაღებია, სიმართლე გითხრათ, რო გქონოდა რაიმე სერიოზული პრეტენზია სხვა რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია პრემიერს პირველ რიგში ექნებოდა და თქვენს ვერ დაგიმალავდით ჟურნალისტებს, ბუნებრივია. ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ თქვენ როგორც წესი ყოველთვის ყველაფერი ძალიან სწრაფად იცით ხოლმე და გაქვთ ინფორმაცია. ბატონო დავით, უკაცრავად, მაშინ დაგვისახელეთ მინისტრები. არა ვფიქრობ. დაგვისახელეთ მინისტრები ამ შემთხვევაში, რომელთა მუშაობითაც პირადად უმრავლესობის ლიდერი, ანუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი. არ ვარ კმაყოფილი? კი ბატონო, მინისტრები რომელთა მუშაობითაც არ ხართ რომლითაც ყველაზე მეტად ყველა არ ვიყო რომელიმე მინისტრი კმაყოფილი, მაგას ვამბობ, რომ მე გეტყოდით კიდეს თქვენ, ხმამაღლათაც ვიტყოდი და ყოველთვის მithქვავს, ვით ჩემი პოლიტიკური ბიოგრაფია. ეკონომიკური გუნდის მუშაობით კმაყოფილი ხართ ბატონო დავით, მით უფრო არის გაუფასურების პარზე. სხვათა შორის ეხლა კმაყოფილება ცოტა ისეთი თემაა, რომ ეხლა კმაყოფილი არ უნდა იყო და თვით კმაყოფილებას არ უნდა მიეცე, ყოველთვის უნდა იყო მეტი მომთხოვნი და მეტი და მეტი პრეტენზია უნდა გქონდეს. მაგრამ ის კმაყოფილება ერთია და უკმაყოფილო მეორე. მე არ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ. უკმაყოფილო, იმიტომ რომ მიზეზები, რაც ლარის კურსს, ლარის დევალვაციასთანაა დაკავშირებული, ეს არ არის მარტო შიდა ფაქტორებით გამოწვეული, მოდი ამაზე მე აღარ ვისაუბრებ, ეხლა ბევრი ამაზე ნათქვამი, იმიტომ რომ ის გარე ფაქტორები ძირითადი რაც ახდენს გავლენას და სხვათა შორის მე დღეს და გუშინ ძალიან დეტალურად შევისწავლე ყველა მეზობელი ქვეყნის ეროვნული ვალუტის მდგომარეობა და ყველაფერს თავი დავანებოთ სასოფხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის. ანუ ეკონომიკური გუნდის მუშაობითაც ბატონი დავით საგანელიძე არის კმაყოფილი, პასუხი ეს არის. არა, ეკონომიკური, მაგრამ მოდი არა, მაგასე ნუიტყვით, მე ვთქვი, რომ მე ეკონომიკური გუნდის მუშაობით უკმაყოფილო არა ვარ. და კმაყოფილი სხვა რამეა. კმაყოფილი შეიძლება ჩემი თავითაც არა ვარ და მე ვთხოვ ჩემ თავს ყოველთვის და ეს ალბათ ყველაზე მთავარი. კარგი, კიდევ ერთი შეკითხვა ბატონო დავით, არსებობს რაიმე მინიმალური შანსი მაინც? მინიმალური შანსი მაინც თუ არსებობს, რომ უმრავლესობამ არ დაამტკიცოს მთავრობის ახალი შემადგენლობა, ანუ თავად უმრავლესობა რამდენად ერთიანია? საერთოდ მოდი ინტრიგის პატარა ელემენტს დავტოვებ, იმიტომ რომ დღესაც 76 ადამიანი რო ყოფილიყო ის რაც სჭირდება, თქვათ იგივე რეგლამენტით რო დაიწყო კენჭისყრები ან გახდა სხდომა, ერთი ხმაც გვიჭირს ხოლმე ხშირად. ასე რომ 76 ადამიანი, 76 დეპუტატი აუცილებელია და შესაძლებელია მოხდეს ის, რომ თბილისიდან ქუთაისში ჩამოსვლის დროს რომელიმე დეპუტატს რამე პრობლემა ჰქონდეს, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა შეეცვალოს ვინმეს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ ვიცით, როდის მოგვიწევს, თქვათ, დამტკიცება, ვაჩერებთ ყველა მივლინებას. მოგეხსენებათ, დეპუტატების დიდი ნაწილი ხშირ შემთხვევაში არიან უცხოეთში, მნიშვნელოვანი მივლინებებით, ზოგი, თქვათ, სხვა საქმითა
იმ პერიოდში დაკავებული თბილისში ან დელეგაციებია და მათ ხვდებიან და ასე შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ყველაფერი ამის გადადება რომ მაქსიმალური მობილიზაცია გავაკეთოთ ჩვენი უმრავლესობის შემადგენლობის ასე რომ ეს პრობლემა რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობს მაგრამ მინდა გითხრათ რომ დარწმუნებული ვარ იმაში რომ ჩვენ ამ მობილიზაცია შევასრულებთ რაც შეეხება ერთსულოვნება არსებობს იმ გუნდის მიმართ რომელიც დღეს არის მთავრობის მეორეა ის ორი პიროვნება რომელზეც საუბრობთ ჯერჯერობით არ ვიცით და ძნელია ჩემთვის იმის თქვა რომ ვთქვათ უმრავლესობის ყველა წევრისთვის მოსაწონი იქნება შეიძლება ვინმეს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდეს ამიტომ მე არ გავუსწრებ მოვლენებს წინ და ამაზე გვექნება ალბათ საუბარი და მესამეა ის ნდობა რომელიც აქვს უმრავლესობას პრემიერ-მინისტრის მიმართ და იმედი გვაქვს რომ პრემიერ-მინისტრი სწორედ იმ ორ ადამიანს დაასახელებს ვინც მისაღები იქნება უმრავლესობის ყველა წევრისთვის იმიტომ რომ აქ ამ შემთხვევაში ალბათ ყველა წევრი უნდა იყოს ბატონო დავით ბოლო შეკითხვა რიგარეშე არჩევნებს უნდა ველოდოთ რახან კითხვა დავისვით დავამთავრებ მე დარწმუნებული ვარ ნამდვილად რომ უმრავლესობა უახლოეს დღეებში დაამტკიცებს მთავრობის კაბინეტის ახალ შემადგენლობას. თუმცა ისევ ხაზს უსვავ, რომ ის დღეს ახაც მოგონილი თემები, რომ თითქოს დღევანდელ მთავრობას ახაც ლეგიტიმაცია არ აქვს და ასე შემდეგ, ეს ალბათ ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ასე იყოს, მაგრამ მე ნამდვილად არა, დღეს მთავრობა მუშაობს იმ რეჟიმით და იმ უფლებამოსილებით, რაც მას უნდა. გასაგებია, ბატონო დავით, რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებს უნდა ველოდოთ თუ არა და უკაცრავად კიდევ ერთ შეკითხვასაც იქნებ როგორმე მოვასწრო. განიხილება თუ არა მერვე ან სხვა დანარჩენი მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი. კოალიციაში თუ მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით განხილვა. პირველ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ საერთოდ ჩემთვის წარმოუდგენელია რომელ რიგარეშე არჩევნებზეა საუბარი, იმიტომ რომ ის პროცესები რომელიც ახლა მიდის ეს აბსოლუტურად ნორმალური, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი. მე თუ მკითხავთ შეიძლება ცოტათი ისეთი შენელებულიც კი იმ ხრივ რომ თქვათ არ არის სწრაფი დედანდობა მინისტრების, მე თუმცა ჩვენ მიჩვეული ვართ საქართველოში, როგორი ტემპით იცვლებოდნენ მინისტრები, როგორ ხდებოდა გადაადგილებები და ეგრეთ წოდებული კარუსელები. ამის პირობაზე პირიქით ვიმეჩნევ სტაბილური მდგომარეობა ამ სიტუაციაში მინისტრების და მინისტრთა კაბინეტის თვალსაზრისით, ამიტომ ის რომ თქვათ არ დამტკიცდება ეს შემადგენლობა, მე ამისგან ძალიან შორსა ვარ და ამის პირობას გაძლევთ რომ უმრავლესობა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მიიღოს. ის რომ თქვათ რიგარეშე არჩევნები მოხდეს, ეს ქვეყანაში იმართება მაშინ, როცა არსებობს პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და ვინმე შეიძლება ძალიან უნდა და ეს იზრდება, რომ პოლიტიკური კრიზისი იყოს და მსგავსი არაფერი არ არის, მეცაც გეტყვით. შეიძლება ბევრი გამოვიდეს ახლა ჩემი ოპონენტი და ეკონომიკური კრიზისი არ არის ქვეყანაში, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური ციკლის ის მდგომარეობა, რომელიც სამწუხაროდ არსებობს ხოლმე და ამ ეკონომიკური ციკლის მძიმე მდგომარეობა სხვა მინისტრთა პასუხისმგებლობის საკითხი თუ განიხილება ამასთან დაკავშირებით თუ მიმდინარეობს განხილვა კოალიციაში. რო განიხილებოდეს სხვა მინისტრების რომელიმე მინისტრის თუნდაც საკითხი, მაშინ ის უკვე მომწიფებული იქნებოდა და ამ შემთხვევაში ჩვენ არა ორი მინისტრზე, არამედ უფრო მეტი მინისტრის დანიშვნაზე და ვაკანსიაზე ვისაუბრებდით, ნამდვილად არ არის. თუმცა ის რომ მომავალში დღეს დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი მომავალში ბუნებრივია სახეს იცვლის და იქაც მოხდება გარკვეული ცვლილებები, ეს ჩვეულებრივი ნორმალური პროცესია, უკეთეს რა გამოვლევს ერთი და მეორე თვითონ სიტუაცია და დრო მოითხოვს იმას, რომ ახალი ძალები, ახალი სახეები გამოჩნდნენ, ასე რომ აქ ვერაფერს რო გადავწუც. ძალიან დიდი მადლობა დავით საგანელიძე საუბრობდა საკანონმდებლო ორგანოდან. ბატონო ზალ, ბოლო შეკითხვა მაქვს თქვენთან რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებს საკანონმდებლო ორგანოში, როგორც უკვე ვესაუბრეთ ქალბატონ ეკაბესელიას, თინა ხიდაშელს და დავით საგანელიძეს. არ ელოდებიან. თქვენი შეფასება მაინტერესებს ამ შემთხვევაში არსებობს თუნდაც რეალური საფუძველი, თუნდაც მცირე რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის. მე ვერ ხედავ ამ ეტაპზე და ვერც ათვალსაწერ მომავალში იმის კონსტიტუციურ საფუძველს, რომ დაინიშნოს რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები. იმიტომ რომ ამის პოლიტიკური მოცემულობა არ ჩანს დღეს ყოველ შემთხვევაში და თუ შევხედავთ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რაც მიდის დღეს ქვეყანაში, მე ძნელად წარმომიდგენია, რომ საამისო პირობები შეიქმნას. თუმცა ჩვენს ტურბულენტურ პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერი გამორიცხული ბოლომდე არ არის. ასე რომ სრულად გამორიცხვა ამის არ შეიძლება, თუმცა ალბათობა მცირეა.
იქნებოდა ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე. ძალიან დიდი მადლობა. 2030 შეკითხვებს ანეტიკოსი ზალან ჯაფარიძე პასუხობდა, ქუთაისიდან კი ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პასუხობდნენ. რამდენიმე წამში კი უკვე ხოლოდა ნათიათოიძე ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს გაგვაცნობს, ასე რომ დაგველოდეთ. აჭარის მაღალმთიანეთში სტაციონარული მკურნალობა, გეგმიური ქირურგიული ოპერაციები და მშობიარობა ფასიანი გახდა. ადგილობრივთა განცხადებით, სამედიცინო კორპორაცია EVEX-ი საყოველთაო დაზღვევის რამდენიმე კომპონენტიდან გავიდა. კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში მონაწილეობა EVEX-ისთვის მომგებიანი აღარ არის. კორპორაციას ამ გადაწყვეტილება მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა. სტუდიაში სტუმრად გვყავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბადუნოძე. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო, შეკითხვით ცოტა მოგვიანებით დაგებრუნდებით და მოგმართავთ. მანამდე კი ნათია მინდა ჩაგვერთოს თოიძე პირდაპირ ეთერში ხოლოდა. ნათია, მოგესალმები და გისმენთ. საღამომშვიდობის ამაკა უკვე მეორე დღე არის ქედისა და შუახევის მოსახლეობა რაიონულ საავადმყოფოებში ვეღარ ახერხებენ მიიღონ უფასო სამედიცინო მომსახურება. საქმე ეხება გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებას, ასევე გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, მშობიარობას და საკეისრო კვეთას. რაც შეეხება ხულოს, რომლის რაიონულ საავადმყოფოსთანაც ახლა მე ვიმყოფები, აქ ყველა ეს მომსახურება ფასიანი გახდა. კორპორაცია EVEX-მა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 29 სამედიცინო პუნქტს ფლობს, ეს მომსახურებები შეაჩერა. მე ახლა ხელთ მაქვს სია, კლინიკების ის სია, სადაც 2015 წლის 25 აპრილიდან გამოვიდნენ საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის სხვადასხვა კომპონენტებიდან. ანუ უფასო მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ ჩემს მიერ უკვე ჩამოთვლილი მომსახურებებით თერჯოლის, ტყიბულის, ხონის, ქედის, შუახევის, ხულოს, თელავის, ყვალისა და ახმეტის რაიონებში. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ამ ინფორმაციის გავრცელებამ აქ სამივე მუნიციპალიტეტში ხალხის აღშფოთება გამოიწვია, ისინი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის გამო მოდით ვნახოთ სიუჟეტი. EVEX-ის მიერ საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია პაციენტებს წინასწარ არ ჰქონდათ. ახალი ამბავი მათ საავადმყოფოში გაიგეს. ხულოში მცხოვრებმა სალომე მელაძემ 25 აპრილს იმშობიარა. დღეს მას მშობიარობის საფასური არ აუნაზღაურეს და 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს, რისის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა კიდევ ერთი ქალბატონი, რომელმაც გუშინ იმშობიარა. უსახსრობის გამო საავადმყოფოში მომსახურების მიღება სხვა პაციენტებმაც ვეღარ შეძლეს. ეს მოულოდნელი იყო ჩვენთვის, არ ვიცოდით თუ ფასიანი იყო და მოულოდნელი აღმოჩნდა. უცბად მოვედი და მითხრეს რომ ფასიანი იყო. მოვედი ეხო მაგ გადასაღები თავი მაგ დაარტყმული და არ მაქვს ფული ვერ გედევიღე ეხო. არ მაქვს მე მაგის საშუალება და მაგის შესაძლებლობა. მე ვარ ღორჯუმის სოფელში ვცხოვრობ. იქ დახმარება ჩვენთან არ არის, პოლუსი ჩვენთან არ არის და მიღება ჩვენთან და დამხმარი ვინმე არ არის. მილიცია მოვიდა მე და ახსნა განმარტება მართლა სიდან გადმოვარდიო. რატომ გადმოვარდიო? იმიტომ გადმოვარდი, ღმერთმა დიმიწერა გადმოვარდი. მშობიარე მოვიყვანი 25 რიცხვში მთელი 9 თვე მეუბნებოდნენ ვაუჩერი მქონდა და უფასოდ გეკუთვნებათ მშობიარობაო. დღეს მთხოვენ ფულს გაწერის დღეს 500 ლარს. არანაირი საშუალება არ მაქვს რომ გადავიხადო ფული და გავიყვანო შვილიშვილი. კორპორაცია EVEX-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პაციენტებს ამ გადაწყვეტილებით პრობლემები არ შეექმნებათ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ საკითხის მოგვარებაში მედიაციის სამსახური ჩაერთვება. არსებობს ჩვენთან მედიაციის სამსახური, ჩვენ მათთან ერთად ჩავერთვებთ იმ პრობლემის გადაწყვეტაში, შევეცდებით, რომ ამ ადამიანებისათვის ნაკლებად საზიანო აღმოჩნდეს ის ქმედებები, რაც განახორციელა ამ შემთხვევაში EVEX-მა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურებს სრული მობილიზაციით მუშაობა დაევალათ და საჭიროების შემთხვევაში ისინი პაციენტებს მაღალმთიანი აჭარიდან ბათუმში დაუბრკოლებლად გადაიყვანენ. სიტუაცია როგორც ხედავთ, აქ საკმაოდ მძაფრად დადგა, რადგან ხულოს რაიონის სოფლები რაიონულთან საკმაოდ დაშორებულია. აქ მაშინაც კი, როდესაც მომსახურება უფასო იყო და აქ საყოველთაო დაზღვევა მოქმედებდა, ამ ადამიანებს უჭირდათ სოფლებიდან ჩამოსვლა. ახლა კი როგორც ირკვევა, პაციენტები მაღალმთიანი აჭარიდან პირდაპირ ბათუმში უნდა წაიყვანონ უფასო მომსახურებისთვის, რადგან აქ მდებარე კლინიკები მათ ვეღარ მოემსახურება. ჩემთან ერთად ახლა იმყოფებიან ხულოელები,
ისინი ხვალ რაიონულ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ და მათ გადაწყვიტეს, რომ დღეს საკუთარი პოზიცია, საკუთარი პროტესტი გამოხატონ 20:30-ის ეთერში. მე მოგესალმები თქვენ. თუ შეიძლება რომ განგვიმარტოთ, რამ გამოიწვია ეს თქვენი პროტესტი? თქვენ ვეღარ შეძლებთ მკურნალობის ჩატარებას რაიონულ საავადმყოფოში. ცხადია, ჯერ ვესალმები საქართველოს ამ ტელევიზიას. დიდი მადლობა რომ ჩამობრძანდით და გამოვიყენებ ამ ეთერს და მოგახსენებთ ხალხის სახელით, რომ ჩვენი ხალხი ძალიან კაც კლიმატურ პირობებში ცხოვრობს. რაიონის ცენტრიდან დაშორებულია 60 კილომეტრით ხიხაძირის მხარე, აქეთ 50 კილომეტრით. არ შეუძლია ჩვენ მოსახლეობას ზამთრის პირობები უნდა გავითვალისწინოთ, მერე მისი ეკონომიური პირობები უნდა გავითვალისწინოთ და უფასოდ უნდა დარჩეს აქ ჩვენთან ეს საავადმყოფოს განყოფილება და უნდა გადავიდეს სახელმწიფო ხარჯზე. აი ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნა ეს არის. საქართველოს არ უჭირს მაგისა, არც ხელისუფლებას, არ არიან ისე უნიათო, აგერ ჩვენი ხელისუფლების ხალხი ახალგაზრდები არიან, შეუძლიათ ამას მოთხოვნა და დაყენება და ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, ეგ არ ვიცი რა კომპანია არის, მაგას მე ვერ ეგეთ RVS-ია თუ ვიღაცა, ასე რომ გადაწყვიტა და ჩვენ მოგვიქნია, ეს არის ტრადიციული რაიონი, არ შეიძლება ამ რაიონის ასე უყურადღებოდ დატოვება. გასაგებია თქვენი პოზიცია. ვიდრე სტუდიიდან კითხვებს დასვამდეთ. დიახ. კი ბატონო, თუ გსურს რამის დამატება გისმენთ, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. ბაკა, უბრალოდ ჩვენთან ერთად ახლა იმყოფება პაციენტი, რომელიც პირდაპირ საავადმყოფოდან ჩამობრძანდა და უბრალოდ არ მინდა რომ აქ დიდხანს გავაჩერო. თუ შეიძლება ერთი წუთი ჩემთან ახლოს მოიწიეთ. თქვენ როგორც მე მითხარით, თქვენ ხშირად გიწევთ საავადმყოფოში სამკურნალოდ მობრძანებად. როდესაც აქ ყველაფერი ფასიანი გახდება, თქვენ შეძლებთ კიდევ მკურნალობის მიღებას. ვერავით არ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ ახმავსას. ჩვენ ვითხოვთ რაიონის საავადმყოფო, როგორც მემსახურებოდა უფასოდ, ისე მოგვემსახუროს. მე ადრე შემოსული ვარ აქა და თორემ ფასიანიზე ყოფილიყო, ნადაც ვერ შემოვდოდი აქა. მე საერთო სოფლის სახელით ლაპარაკობ, მაგრამ თიან სოფლების სახელით ლაპარაკობ. მე ოჯახში ავადმყოფი მყავს, მწოლიარე ავადმყოფი. მარტო მე რომ ვიყო, კიდევ კაი ჩემ თავს უსველო, მაგრამ ამ ოჯახში როცა ორი ავადმყოფი და სამია, მაგას რა იშველება? ფასი არ მოვა. არ გაქვთ ფინანსური საშუალება, რატომ ვერ შეძლებთ? არ გვაქვს ფინანსური დახმარება, შეძლება მაგისი რომ ჩვენ მარტო 150 მანათ პენსიის ვერ განმოარგოთ. მე აი 7 დღე გისმენთ მაკა. ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, ნათია, შენ განაცხადე რომ როდესაც აქ მომსახურება ფასიანი გახდება. ფასიანი გახდება თუ ფასიანი გახდა, რომ დაგვეკონკრეტო. ფასიანი უკვე არის უბრალოდ ამ პაციენტს, რომელიც ახლა პალატიდან ჩამობრძანდა იმის გამო, რომ საავადმყოფოში მანამდე შემოვიდა, ვიდრე აქ ფასიანი გახდებოდა, მას არ უწევს, ეს იშვიათი გამონაკლისი არის ახლა ამ კლინიკაში, ვისაც უთხრეს, რომ მას არ მოუწევს იმ თანხის გადახდა, რა მკურნალობაც აქ. კი ბატონო, ნათია, მოუწევს თუ არა სხვა დანარჩენ პაციენტებს თანხის გადახდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბატონ ზაზა სოფრომაძეს, რომელიც ახლა სტუდიაში იმყოფება, მოგვიანებით შეკითხვებს დავუსვამთ რამდენიმე წამში. მანამდე ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით ევექსის დირექტორს, რომელიც ახლა განმარტავს თუ რატომ მიიღო განსაკუთრებით პრობლემურ რაიონებში ფასიანი სამედიცინო მომსახურების დანერგვის გადაწყვეტილება. საყოველთაო ჯანდაცვის ზოგადად სტრატეგიულად ჩვენ უარს არ ვაცხადებთ და არ ვამბობთ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მონაწილეობის მიღებაზე. ჩვენი დღეს ამ წუთის მდგომარეობითაც კი ჩვენი 40-ვე საავადმყოფო ქვეყანაში ამ პროგრამაში ჩართულია. უბრალოდ ხორციელდება სერვისების გადაწყობა, გადალაგება, რაც არის გამოწვეული მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის უსაფრთხოებისთვის და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებისთვის. ამ გადალაგების შედეგად, ამ სერვისების გადაწყობის შედეგად გაცილებით უფრო დროულად ეფექტურად, რასაუბრე ხარისხიანად და ურისკოდ იქნება შესაძლებელი პაციენტებისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდება. ბრუნდებით სტუდიაში ბატონო ზაზა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დაგვითმეთ, რომ სერვისების გადალაგება, გადაწყობა. ასეთია განმარტება და არ გამხდარა ფასიანი, ხომ? მე მგონი სწორად მოვისმინე კომენტარი. საინტერესოა, რაზე საუბრობენ ასეთ შემთხვევაში ჩვენი რესპონდენტები ხულოდან? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის, რადგანაც მართლაც აუცილებელია ალბათ შესაბამისი განმარტებების გაკეთება, რადგან არასწორი ინტერპრეტაციებს არ გქონდეს ადგილი. მე ყურადღებით უსმენდი ახლა პაციენტებს, სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჭირე ის მომენტი, როდესაც უშუალოდ ვინმეს თანხა გადაახტევინეს. ერთ-ერთ ქალბატონს მოსთხოვეს 500 ლარი. მოსთხოვეს, მაგრამ ჯერჯერობით არ გადაახტევინეს. ასევე მეორე ამიტომ აქვე მინდა განვაცხადო, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მათ ეს მომსახურება, ეს სერვისები
რაღაც გარკვეულ ნაწილში, დიდ ნაწილში უფასო აქვს, მათ ასევე დარჩებათ ამ ტიპის, თქვათ, მომსახურება უფასო, ამას ადასტურებს EVEX-იც, ჩვენ გქონდა მათთან კონსულტაციები და როგორც თქვენს ეთერში გაისმა, იგივე გაიმეორეს ჩვენთანაც, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ EVEX-ი გადის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, საუბარია უბრალოდ სერვისების გადაწყობაზე და რაში მდგომარეობს ახლა ეს მე შევეცდები ცოტა უფრო დეტალურად გავმართო. დავიწყებ იმით, რომ ზოგადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ახლა რაიმე დიდ საიდუმლოს არ გახლავთ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ამ ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში და არავის არ აქვს უფლება და მე ვიმედოვნებ, რომ არც სურვილი რაიმე ჩრდილი მიაყენოს ამ პროგრამას. ეს ეხება ყველას, ვინც ჩართულია უშუალოდ ამ პროგრამის განხორციელებაში. ეხლა რაც შეეხება ხულოს რაიონს. კიდევ ერთხელ მინდა განვარტო და განვაცხადო ასევე სრული პასუხისმგებლობით, რომ ხულოს საავადმყოფო იფუნქციონირებს, უფრო მეტიც ჩვენ დღეს EVEX-ის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ დაპირება, რომ პირიქით გაიზრდება სიმძლავრეები ხულოს საავადმყოფოში, დაემატება იქ საწოლები, გაკეთდება აგიჭურვება მეორე საოპერაციო და პირიქით სერვისების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. ყოველივე ეს განხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ეხლა რაც შეეხება სერვისების გადაწყობას, კომპანია EVEX-ის ხელმძღვანელობა ფიქრობს და აქვს შემოთავაზებული რომელიც უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ დაგვიკავშირდა და განგვიმარტო, რომ ფინანსური პრობლემები არაფერ შეეშერეთ და ეს არის მხოლოდ პაციენტის უსაფრთხოების გათვალისწინებით მიმდინარე. კი ბატონო. ისინი ფიქრობენ, რომ უფრო ხშირად გამოიყენონ რეფერირების პროცესი გააქტიურონ. რა იგულისხმება ამაში? ამაში იგულისხმება ის, რომ მართლაც რაიონულ საავადმყოფოებში, მხედველობაში მაქვს ქედა, შუახევი, ნაწილობრივ ხულოს რაიონიც მაღალტექნოლოგიური სერვისების, მაღალტექნოლოგიური ოპერაციების ჩატარება ხშირად გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუნდაც იგივე კადრებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ პაციენტს, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, რომლის შესაძლებლობაც იმ გარკვეულ მომენტში შეიძლება რაიონულ საავადმყოფოში არ იყოს, დიახ, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად პაციენტისთვის უსასყიდლოდ თვითონ კომპანია EVEX-ი იღებს ვალდებულებას, რომ მოახდინოს ამ პაციენტების სწრაფი გადაადგილება უახლოეს კლინიკაში და სავარაუდოდ ეს იქნება ბათუმი და შესაბამისად დარჩება ხულოს საავადმყოფოც, რათა იქ ჩატარდეს გადაუდებელი სამედიცინო манипуляციები ან მაღალტექნოლოგიური ოპერაციები. ბატონო ზაზა, ეს ყველაფერი გასაგებია და მისაღები და გასათვალისწინებელი, თუმცა მე ამ შემთხვევაში მაინტერესებს რა ბედიელით იმ პაციენტებს, ვინც თქვათ ამ დროისთვის თუნდაც ჩართვაში მონაწილეობდნენ ჩვენს რესპონდენტებს. მათ დაფარავს მათ თქვათ დანახარჯს EVEX-ი თუ საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედი პროგრამა თუ ანუ როგორ იქნება, ან რა ვადაში, ან როდისთვის უნდა ელოდო? მათ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს EVEX-ი და მათი მომსახურება დაიფარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ასე რომ მათ თანხა გადასახდელი არ ექნებათ. ამას ვამბობ ხაზგასმით. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევას ჰქონდა ადგილი და კომპანია მართლაც ვერ გაითვალისწინა ეს, ან არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და ადგილობრივ მენეჯმენტში არის პრობლემები და ვინმემ გადაიხადა თანხა, რომელიც არ უნდა გადაეხადა, ეს თანხა მას დაუბრუნდება. ის რომ ვინმეს უცხადებს რომ თანხა აქვს გადასახდელი და მას მოუწევს ესე იგი საკუთარი ჯიბიდან ამ თანხის ამოღება, ეს სწორი არ სტაციონარული მკურნალობა, გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, მშობიარობა, საკეისრო კვეთა მათ შორის არის უფასო. თუ რომელიმე პაციენტმა გადაიხადა თანხა, მათ უკან დაუბრუნდებათ და მათ ვისაც ჰქონდათ გადასახდელი, რაზეც მაგალითად ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი ქალბატონი საუბრობდა, მას აღარ მოუწევს ამ თანხის გადახდა. ეს ასე გახლავთ. კი ბატონო. ნათია, თოიძე თუ შეიძლება დამიბრუნეთ პირდაპირ ეთერში. ნათია, პირდაპირ ეთერში ხარ გისმენთ? კი, მე ხა უსმენდი მინისტრის მოადგილეს, მაგრამ სამწუხაროდ აქ არის ასეთი ფაქტები, რომ მაგალითად მშობიარე გოგონას ოჯახის წევრებს მოსთხოვეს, სიუჟეტშიც იყო ამაზე საუბარი, თანხის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ბავშვს არ ატანდნენ. ხვალ ჩვენ მოვიკითხავთ, როგორ გაგრძელდა ეს ისტორია, თუმცა მანამდე ჩვენი გადაცემის დასრულებამდე ჩვენ ამ კითხვით მივმართავთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელსაც. მანამდე კიდევ მე ისე ხულოელებს დაუბრუნდები, მათ ძალიან აწუხებთ განსაკუთრებით მაღალმთიან
ძალიან აჭარაში ურთულეს პირობებში, როდესაც აქ ზამთარში ფაქტიურად გადაადგილება შეუძლებელია, მათ აწუხებთ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, როგორ უნდა ჩაიყვანონ პაციენტი ბათუმში. თქვენ როგორ ფიქრობთ? ვერ მოახერხებთ ვერანაირად რომ ბათუმამდე მიიყვანოთ პაციენტი? მოგესალმებით ხულოს მაღალმთიან ხულოს რაიონიდან საქართველოს მოსახლეობას. ამასთანავე უნდა გაითვალისწინო, რომ ხულო არის ზღვისტონიდან მაღალ სიმაღლეზე, ზამთრობით აქ ძალიან მკაცრი ზამთარია. ეს მკაცრი ზამთარი ჯერ ერთი რომ სოფლიდან ვერ მოდის, ვერ მოყავან ავადმყოფი და ის კიდე დაემატა იმას, რომ სოფლიდან ბათუმში გადაიყვანო, ეს ყოველას შეუძლებელია. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გაიაზროს და მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ მაღალმთიან რაიონის შეუნარჩუნოს სიცოცხლე, მოსახლეობას. თორე ეს არის პირდაპირ სიკვდილი, აქ საავადმყოფოს ან გაუქმება, ან ფასიანზე გადაყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სოფლიდან 50 კილომეტრიდან მან ჩამოვიდეს აქ ზამთრობით ან ზაფხულობით და პრობლემაში ექმნება ჩვენს მოსახლეობას. ნათია, ძალიან დიდი ბოდიში, მე იმედი მაქვს შენს რესპონდენტებს ესმის ჩვენი ხმა, ანუ სტუდიაში საუბრის ხმა. ბატონ ზაზას სურს კომენტარის გაკეთება, ბატონ ზაზა შეგიძლიათ უპასუხოთ. იცით რა, აბსოლუტურად სწორად ბრძანებს ბატონი, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ პრობლემები იქნება, როდესაც ხულოდან თქვათ საჭირო გახდება პაციენტის გადაყვანა ბათუმში, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში. ეს ასე არ მოხდება, გარწმუნებთ. სახელმწიფოს აქვს ბერკეტები, რომ აკვეთოს მსგავსი ტიპის გადაცნობები, ასე ვთქვათ, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხულოს საავადმყოფოს პროფილი შენარჩუნებული იქნება. ჩვენ ეს დაპირება მიღებული გვაქვს კორპორაცია EVEX-დან. ამასთანავე იმასაც განვარტავ და შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, არსებობს გარკვეული ბერკეტები, გარკვეული გამოსავალიც, თუმცა ვიმედოვნებ, რომ აქამდე საქმე არ მივა. მე მხედველობაში მაქვს რა ტიპის ბერკეტები აქვს ყოველი შემთხვევისთვის რომ ვიცოდეთ ბატონო? არსებობს გარკვეული ხელშეკრულება EVEX-სა და სახელმწიფოს შორის, რომელიც ავალდებულებს ორივე მხარეს გარკვეული პირობების დაცვისათვის. მაშინ უნებრივად ჩნდება შეკითხვა, რატომ მოხდა ეს გარკვეული წყვეტა, რაზეც რამდენიმე წუთის წინ საუბრობდნენ რესპონდენტები? არა, ჯერჯერობით მე როგორც ინფორმაცია მაქვს და ესე იგი სხვა, ასე ვთქვათ, საპირისპირო აზრიც არ მისმის, აქ საუბარია უბრალოდ ანაზღაურების წესზე, თორემ ხულოს საავადმყოფო ფუნქციონირებს და ჯერჯერობით პაციენტებს იღებენ. კიდევ ერთხელ განმარტავ, თუ ადგილობრივ მენეჯმენტში რაიმე პრობლემებია, ამაზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს EVEX-ის ხელმძღვანელობა. ჩვენ გქონდა უკვე კონსულტაციები ამის თაობაზე და დაპირება მიღებული გვაქვს. შესაბამისად, თქვენი პასუხი არის ის, რომ რესპონდენტებს და პაციენტებს პირველ რიგში, რომლებიც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ გვერდებოდნენ, აუნაზღაურდებათ ის მომსახურება, თუ მათ გადახდილი აქვთ, რაც არ უნდა გადაეხადათ, ამ თანხას აანაზღაურებს კორპორაცია. კი ბატონო, ნათია უკაცრავად თქვენთან ერთად. მაშინ კიდევ ერთი დიახ. გისმენთ. გისმენთ. ერთი ინფორმაცია მივაწოდა, მე დღეს ვესაუბრე საავადმყოფოს ხელმძღვანელ პირებს, მათ სამწუხაროდ ეთერში ჩართვა არის სურვეს ჩვენთან ერთად, თუმცა მე შემიძლია ხა მათი მოწოდებული ინფორმაცია გადმოგცეთ. საავადმყოფოს ხელმძღვანელებმა მითხრეს ასეთი რამ, თუ ხულოს რაიონში დაფიქსირდება მშობიარობის ფაქტი, ანუ გოგონა ვერ ასწრებს ბათუმამდე ჩაყვანას და აქ მოხდება მისი მშობიარობა, ხოლო მას შემდეგ თუ კი გაირკვევა, რომ გოგონას ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა რომ მშობიარობის თანხა აქ გადაიხადოს, ახალნამშობიარებ ქალბატონსაც თავის შვილთან ერთად ჩასვამენ რიანობობილში და გადაიყვანენ ბათუმში იმისთვის, რომ იქ მიიღოს უფასო სამედიცინო მომსახურება. თუ შეიძლება მაშინ ამაზეც გვიპასუხეთ, იმიტომ რომ აქ ასეთი ინფორმაციები ვრცელდება, ეს რამდენად ნორმალურია? მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ადგილობრივი მენეჯმენტის, ასე ვთქვათ, განმარტებებზე, რადგანაც თვითონ კორპორაცია EVEX-იც ქსელური პრინციპით იმართება, ასე რომ ალბათ EVEX-ის ხელმძღვანელობა უნდა დაინტერესდეს ამ განმარტებებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის სერვისები, რაც იყო ხულოს რაიონში დარჩება, რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტროც დაინტერესდება და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში პასუხსაც მოთხოვს იმას, ვინც დამნაშავე არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს განმარტებები პირველ რიგში უნდა აინტერესებდეს EVEX-ის ხელმძღვანელობას და მე ვფიქრობ, რომ ისინი უყურებენ დღევანდელ გადაცემას და გარკვეული ტიპის დასკვნებს გამოიტანებენ. დაზღვევის ფარგლებში მშობიარობა ზოგადად მაინტერესებს, კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, არის თუ არა უფასო? 500 ლარის ფარგლებში ეს გახლავთ უფასო, 500 ლარის ვაუჩერი ეძლევა ყველა ორსულს. კი ბატონო, ნათია უკაცრავად EVEX-ის უკაცრავად ნათია EVEX-ის
მოდით მე კიდე ერთ განმარტებას გავაკეთებ, მინდა უბრალოდ დავამშვიდო ადგილობრივი მოსახლეობა და ვაუწყო მას ისიც, რომ თვითონ აჭარის ხელისუფლება არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესებში. მე ვიცი, რომ ისინი ყოველდღიურ ასე ვთქვათ კონსულტაციების რეჟიმში არიან და დაველოდოთ უახლოეს პერიოდს, როდესაც ეს პრობლემები, რაზეც ახლა არის საუბარი, მე ვფიქრობ, რომ მთლიანად გადაიჭირება. ბატონო ზაზა, მე ახლა პროდიუსერმა მაცნობა, რომ 25 მაისიდან ყველანაირი მომსახურება ადგილობრივებს აუნაზღაურდებათ, ამის შესახებ ევექსის ხელმძღვანელობა აცხადებს. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, 25 მაისამდე გაწეული სამედიცინო მომსახურება, ვთქვათ, აუნაზღაურდებათ თუ მხოლოდ 25 მაისის შემდეგ გაწეული სამედიცინო მომსახურება? საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გაწეული ყველა მომსახურება იქნება უფასო მოსახლეობისათვის. ეს შემიძლია ხაზგასმით განვაცხადოთ. კი ბატონო, ნათია, მე რამდენადაც ვიცი, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ ბოჩძე იმყოფება, ბაუჩაძე იმყოფება შენთან ერთად, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში რომ ჩართო და მისცე მას კომენტარის გაკეთების საშუალება. ბატონ ბესიკ ბაუჩაძეს თხოვთ ახლა პირდაპირ ეთერში და მე მას მინდა ის კითხვა დაუსვა. მე როგორც ვიცი, ბატონ ბესიკსაც აქვს ეს ინფორმაცია, რომ რაიონულ საავადმყოფოში უკვე მყოფი პაციენტების ოჯახებს მოსთხოვეს გადახდა იმ თანხის, მომსახურების თანხის და მე როგორც ვიცი, თქვენ რაღაც გარკვეული პროგრამად შეიმუშავეთ ამ ადამიანებისთვის. თუ შეიძლება რომ ჩვენს მაყურებელს მიაწოდოთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მე მინდა გითხრათ, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენთან მოვიდა 22 რიცხვში, უნიმედ აჭარის დირექტორის მიერ ხელმოწერილი, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს ხულოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, აქვე აღნიშნეს მოქალაქეებმა. ის კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებითაც ისინი მსჯელობენ, ანუ რეგიონალურ, ცენტრალურ ჰოსპიტალებთან დაშორება და 60 წუთიანი ტრანსპორტირება, რომელიც უსაფრთხო შესაძლებელია მოხდეს, ეს არ არის ფაქტობრივად ხულოს მუნიციპალიტეტისთვის შესაბამისი კრიტერიუმი. ფაქტიურად აქედან 2 საათი ჭირდება ტრანსპორტირების მოძრაობა ტრანსპორტ გადაადგილებას ცენტრალურ რეგიონულ ჰოსპიტალებში, ამიტომ ფაქტობრივად აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე თვითად დააწვება მოსახლეობას, მაგრამ ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ აჭარის მთავრობა, შესაბამისად მიდის მოლაპარაკება, ფიქრობთ მიიღება დადებითი გადაწყვეტილება. ხულოს მუნიციპალიტეტის პოლიკლინიკას ყავს მაღალი ხარისხის პროფესიონალი კადრები, პირიქით უნდა გაძლიერდეს ჩემის აზრით სამედიცინო მომსახურების სერვისები მაგალითად აჭარაში და განსაკუთრებით ხულოს მუნიციპალიტეტში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პაციენტები, რომლებმაც ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ მიიღეს მომსახურება სამედიცინო, მათ ეს თვითად არ დააწვდება ეს გადასახადი. დანარჩენ შემთხვევაში, სხვა შემთხვევებშიც უკვე გადაწყვეტილებას ველოდებით, რომ დროულად იქნება მიღებული და იგივე მომსახურება, იგივე ფორმით გაგრძელდება ხულოს მუნიციპალიტეტის. კი ბატონო. ასეთია მოკლედ ხულოს რაიონში სიტუაცია, ხვალ როგორც უკვე გითხარით, ხულოს რაიონის მოსახლეობა დაახლოებით 11 საათზე საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს ხულოს რაიონულ საავადმყოფოსთან. ძალიან დიდი მადლობა, ნათია თოიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე ხვალ აუცილებლად მოვიკითხავ ამ თემას და ამასთან დაკავშირებით ასევე დავინტერესდები თუ რა განმარტებას გააკეთებს ჰოსპიტალში მომსახურე პერსონალი. მანამდე მაინტერესებს ბატონო ზაზა, გაქვთ თუ არა გეგმა, როგორ დაეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას, ან თუნდაც რატომ არ იყო ინფორმირებული ადგილობრივი მოსახლეობა ამ გადაწყვეტილების შესახებ, რის შედეგადაც თქვათ გარკვეულწილად დროებით თუნდაც 25 მაისამდე შევუფერხდათ, ასე თქვათ, სამედიცინო მომსახურება ადგილობრივებს. ერთი რამ კიდევ მინდა აღნიშნო. ეს გახლავთ სამწუხაროდ ესეთი ფაქტები, როდესაც ხდება, ეს გახლავთ გამოძახილი მავნე, ესე ვთქვათ, მახინჯი პრივატიზაციისა, რაც მთლიანად ჯანდაცვის სექტორში განხორციელდა. ეხლა ალბათ დამეთანხმებას უყოლა, რომ სახელმწიფოს რომ კონდეს რაიმე უშუალო ბერკეტები და ალტერნატივა, ვთქვათ, ამ რაიონში, იგივე ხულოს რაიონში, ასევე სხვა რაიონებშიც აქ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რაიონი იქნება, მაშინ მსგავსი პრობლემები ნაკლებად წარმოიშვებოდა და საერთოდ არ იარსებებდა. სამწუხაროდ მთელ რიგ რაიონებში, სადაც ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება, ერთადერთი სტაციონარია, ისინი არიან კერძო სტრუქტურების საკუთრებაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არ ღებულობდეს ზომებს მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად. თქვენ გახსოვთ, როდესაც უახლოეს წარსულში მაღალმთიან რაიონებში და ესეთი რაიონი გახდათ 9, როდესაც დადგა სერვისების შემცირების საშიშროება, სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება ამ კლინიკების, სამედიცინო ცენტრების გამოსყიდვის შესახებ და ეს წარმატებით განხორციელდა, დამთავრდა, ეხლა სულ ახლახანს. კი ბატონო, მაინტერესებს ამ შემთხვევაში ევექსის მსგავსად სხვა რომელიმე კომპანიები თუნდაც დროებით მომსახურებაზე უარს ხომ არ აცხადებს? ჯერჯერობით მსგავსი ფაქტები
განმარტებები არ არის დაფიქრებული. კი ბატონო, და ბოლოს შეკითხვა რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვათ ეს კომპანიები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ? რას ასახელებენ ისინი მიზეზს? თვითონ ისინი მიზეზად ასახელებენ იმას, რომ არამომგებიანი გახლავთ ეს მომსახურება, ეს ბიზნესი მათთვის და ბუნებრივია არამომგებიანი ბიზნესი მათთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ისინი გეგმავენ, სწორედ ამიტომ ერთვება სამართლებრივი მექანიზმები და მე ვფიქრობ, ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება. და ბოლოს შემაჯამებელი ის ადამიანები, რომლებიც ახლა თუნდაც ხულოდან ან თქვა სხვა რეგიონიდან აგვიყურებენ, რომელსაც ანალოგიური პრობლემები აქვთ. ანუ თქვენ აცხადებთ პასუხისმგებლობით, რომ მათ აუნაზღაურდებათ ის სამედიცინო მომსახურება, რაშიც ან გადაიხადეს თანხა. მე არ მგონია მსგავსი პრობლემები სხვა რაიონებშიც იყოს, უბრალოდ ხულოს რაიონი მართლაც დღეისათვის რაღაც გამონაკლისი გახლავთ და კიდევ ერთხელ აცხადებ, საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რეგიონში არ ყოფილა. შეჯერებით მსგავსი პრობლემები ჩვენ ვერ ხედავთ. თვითონ ეუექსის ხელმძღვანელობაც აცხადებს, რომ 39-ვე სამედიცინო დაწესებულება რჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებლად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მიღებული ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, რჩება საყოველთაო ჯანდაცვის განმახორციელებლად, თუმცა ამავდროულად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არიან ადამიანები, ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდნენ და რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მოთხოვეს უფასო მომსახურებაზე გადახდა. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? მენეჯმენტის პრობლემებთან აქვს საქმე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაიხადეს. სწორედ ამიტომ დროზე უნდა მიიღოს ზომები ეუექსის ხელმძღვანელობამ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმასაც სრული პასუხისმგებლობით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გაწეული მომსახურება არის და იქნება აბსოლუტურად და მათ ვინც გადაიხადეს აუცილებლად სამართლებრივი გზით დაუბრუნდებათ ეს თანხა. ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში ზაზა სოფრომაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საუბრობდა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო ზაზა. ეს 20-30-ია. მე მაკაცინცაძე ვარ და ხვალ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით. ბედნიერ ხამეს გისურვებთ.